გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით უახლოეს დღეებში კახეთში და მათ შორის გურჯაანში კვლავ მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი. 25 ივლისიდან 27 ივლისამდე კი ტემპერატურა შედარებით დაეცემა, ნავარაუდევია წვიმა და ელჭექი ზოგად მოსალოდნელია სეტყვა. სიცხეებს კახეთის რეგიონში ისევ შენარჩუნდება ის 38 გრადუსები, 35-36 გრადუსი ეს 3 დღის ჩათვლით, მაგრამ პარასკევი 25-27-ში ცოტა მოსალოდნელია, სიცხე შენარჩუნდება, მაგრამ რამდენიმე გრადუსით დაიკლებს და ცოტა ღრუბლიანობა ჭარბობდეს იქნება და ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით და შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს და ამ ელჭექის დროს შესაძლებელია ცოტა ქარის ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება. ჯერ წადასავლეთოა, მერე აღმოსავლეთ და ამიტომ ჯობია ვახსენოთ ცვალებადი მიმართულების ქარის გაძლიერება მოსალოდნელი ელჭექის დროს.